ეს პროპაგანდა ტყუილი მიდის ყველაფერში. მაგ მომენტიც მიდის ახლა. შოტლანდიელს უნდა იცნობდე. შოტლანდიელი არის შოტლანდიელს ვერ ნახავ შენ, რომელიც ინგლისელად კი არ თვლის თავს, ბრიტანელად არ თვლის თავს. ისეთი სიამაყე აქვს და ისეთი ის იყო და ახლა მაგას ვერანაირად ვერ დავიჯერე. მაგრამ მოდი მაშინ ვთქვათ ის რაც გჯერა. რიგში ვინ დგას? კატალონია. სადაც 99% მოსახლეობის ყველა მიცეს რომ ესე იგი ამის მერე მოდის კატალონია. იმის მერე მოდის ბასკეთი. და ამას აესე უყურებს ჩასაფრებული ბელგიის ფლანდრია, რომ გამოეყოს. ეს 1 2 3 4 5 ხუთი ახალი სახელმწიფო. დიდი პრობლემები იქნება უნგრეთის გარშემო. ნაწილი უნგრეთს წააჭრეს მისცეს სლოვაკიას, მეორე ნაწილი მისცეს რუმინეთს, ტრანსილვანია ნაციონალისტური პარტია მოსული ხელისუფლებაში. ელოდებიან ამ პროცესებს, რომლებიც დაიწყება და იქ დაიწყება დიდი მოძრაობა. ანუ ესე კარგად ბუნდოვანია რა ევროკავშირის ეკონომიური საკითხი. და თან ესენი საკვები არიან რა, არა ეს საკმარის საკვები. ამიტომ ევროკავშირს უნდა რომ იყოს ახალი საკვები ამ თავის ევროკავშირის. მაგისთვის არის უკრაინა, ჩვენ და ასე შემდეგ. მაგიტოიდება ესეთი ხელშეკრულება, სადაც ევროკავშირი ყველა ამ ხელშეკრულებას, ჩვენ შეიძლება ძალიან პატარა ვართ მაგალითად, მაგრამ მნიშვნელოვანი. ანუ თქვათ, სუფთა ეკონომიური ეფექტი იმხელა არ იყოს, მაგრამ ეკონომიური სტრატეგიული ეფექტი მომავალ უფრო მნიშვნელოვანია კიდევაც. მთელი ეს ხელშეკრულებები, ასოცირების ხელშეკრულებები, ესენი დგება ამ პრინციპზე, რომ ევროკავშირში გაიზარდოს სამუშაო ადგილები. სხვანაირი გამოსავალი. და ეხლა როცა ზდი სამუშაო ადგილს რაღაც კონკრეტულ პროდუქციაზე და წარმოებაზე ერთ ადგილას, ესე იგი ამცირებ მეორე ადგილს. ჩვენ კარგავთ იმ სამუშაო ადგილებს. ისინი იმატებენ სამუშაო ადგილებს. მერე ამ ასოცირების ხელშეკრულებაში კიდე რა უნდა თურქეთს, იქ თურქეთიც არის ნახსენები, რომ შეუულია შემოგვაპაროს რაღაცეები. თუ თურქეთთან გვინდა და გავგვეკეთებით. მე მივხვდი რატომაც. ესე იგი ამ ყველა ქვეყანას, რომელსაც მიადგნენ, მოლდავეთი, უკრაინა, ჩვენ ყავს ევროკავშირში ვისთვის ვაკეთებთ ამას. ვინ იქნება ჩვენი კონკრეტულად? პოლონეთი აესეზის და ელოდება უკრაინას. თავისი ეკონომიკა, თავის პრობლემატიკა უკრაინიდან უკვე დანაწილებული აქვს. პოლონეთმა უნდა დაიწყოს იქიდან წოლა და მოეშვება ევროკავშირს ტვირთი. მოლდავეთმა ვინ ყავს მოლდავეთს ახლა კურატორი? რუმინეთი. ანუ ესე იგი იქიდან თუ რამე შეიძლება უნდა წაიღოს რუმინეთმა და ტვირთი მოეშვება რუმინული ევროკავშირს. მაგრამ ავსტრიის პომიდორი ვერც ვერ ჩამოვა საქართველოში. მაგიტოა თურქია. ანუ ჩვენ ამ დარგში აქეთ ვართ მიცემული. ჩვენ რო გონია რომ მივდივართ ევროპაში, მე მომეწონა ის პრეზიდენტის გამოსვლა თურქეთის. რო თქვა რომ საქართველოს ჩვენთვის გზა აღმოსავლეთში არისო და ჩვენ საქართველოსთვის გზა დასავლეთში. მე სუპერიკეთ მეგონა. მე მეგონა თურქეთი აღმოსავლეთი იყო. რა მნიშვნელობა აქვს ვინ როგორ დგას გეოგრაფიულად. მართლა ეს ჩვენის გონი ვარ, თავის გონიათ რა, უკვე იქ. მე არ მეშინია რასაც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე მზად ვარ, ნებისმიერ დაუჯდე პუნქტად, აღარ მოგახოთ თავს რაღაცეებს, რაც იქ არის, თუ ვინმეს უფრო დეტალურად აინტერესებს, გითხრათ, გადაახვიეთ ეს მეორე არხის 20 იანვრის ჩემი გამოსვლა, იქ უფრო დეტალურად არის. უფრო მინდა გლობალურ პროცესებზე გავჩერდე. და რაც ეხება ევროასოციაციის ხელშეკრულებას, რომელიც არავის რო არ აქვს წაკითხული. ასე ჯერ სირცხვილია ქართულად როგორ არ აქვს ნათა. ან რაც რემლები მოგდის, რას აწერ რო წაუკითხავზე რაღაცები გაგაგიჟებენ რა. არავინ არ მუშაობს. არა კვალი არ ჩანს ქართველის. საერთოდ იმას რო წაიკითხავ ხელშეკრულება, მივხვდი რომ როცა იწერებოდა აი გვერდზე ქართველი აც დადიოდა. იქ რო რაღაც ენახან შეესწორებით. დაიღალნენ, იმიტომ რატიფიცირებული რთული 1200 გვერდის არ გინა იქ რაღაც რატიფიკაცია, კიდე ეს წააკითხე, ჯერ ხელმოწერით დაიღლები და
აი ეგეთ უბედურების წინ მდგევართ. მე ვიცი რასაც ვიძახი. მე ვიცი ამას რა მოყვება. მაგრამ მე თვითონ ევროპაში ვცხოვრობ. მე თვითონ ევროპაში მოღვაწეობ. ბიზნესი მაქვს იქ, ენერგო ბიზნესი. და იმ დეკრეტებს რო კითხულობ, მე ვიცი რაზეა ლაპარაკი. მე მაგ დეკრეტებით მუშაობ. მე ვიცი ერთი რამ, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერტი არც მზად არის რამენაირად. მზადაც რო იყოს, ამას კაი პროცესი ჭირდება ერთი 30-40 წლიანი. ამას სასწაული დაფინანსება ჭირდება. აი უკრაინა გითხრა რო დაითვალეს 160-170 მილიარდი ევრო ამათ ჭირდებათ რომ ამ სტანდარტებზე გადავიდნენ. თუ ვერ შეულობენ, ესე იგი ხურავენ იმ წარმოებებს და იმათ აძლევენ. იქ ისინი მე უკვე თავის კორპორაციებისთვის იპოვიან და წაიღებენ დახურულ ნულოვან იმებს, რა ქვია, წარმოებს. უკრაინა არის მეტალურგია, არის ნახშირი, არის თვითმფრინავ მშენებლობა, გემთმშენებლობა. ის აიღე და შტერივით აიღე და აჩუქე ამათ. პოლონელებს ან იმას შენი სახელმწიფო, შენი მიწა და შენი ისა. ამიტომ ქუჩაში ვინა მართალი დასაფიქრებელია რა. როცა არაფერს არ კითხულობ და არაფერს არ ითვლი და ხარ მარტო პროპაგანდაზე აგებული, გახვალ ქუჩაში. და თუ ვინმე საინტერესებს დაითვლის და იტყვის რომ არა. მაგ ცოტა პროვოკაციული მომენტი იყო უკრაინელებისგან. ხელისუფლება მე მიმაჩნია, რომ ეს ზაფხულში შეეძლო თეთქო. და რბილად ეხლა აქ ის არის მიქსია რა, ურთიერთ აქ არ არის ესეთი, აი კარგი, ცუდი ისა რა ქვია. იანუკოვიჩის თავრობა არ მოწონს არავის. თვითონ როგორ თავი. ამიტომ ეხლა აი ესეთი მე იანუკოვიჩის დამცველი და ასე შემდეგ ვერ გამოვ. მაგრამ რაც ეხება ამ საკითხს, რაც ეხება ხელშეკრულებას, ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ერთადერთი რომელიც შეიძლებოდა გაკეთებული. უარის თქმა ასოცირების ხელშეკრულებას. დაგიხსნით რატო. ამიტომ მე არ ვარ ოპოზიციის წინააღმდეგი და იანუკოვიჩის მომხრე, მე ვარ თვითონ პროცესის განმტევარი, აი რო ვიყო უკრაინელი, მეც ეგრე მოვიქცეოდი. აი მოვიქცეოდი რატო? იმიტომ რომ ესენი მიუტრიალდნენ ევროკავშირს და ეუბნება იანუკოვიჩი ვაწერო ამას, მაგრამ ამისთვის მე მინდა 160-170 მილიარდი ევრო. თუ მომცემთ მაგ იმას, ხო? მე ვაწერ ხელს და მოვდივარ და ვიწყებ ჩემ ქვეყანას ამ სტანდარტ. კი ძალიან ძიმე, ძალიან რთულად, მაგრამ მოვდივარ. იად როგორ გაგიჟდიო შენ. ჩვენ გვინდა რომ შენგან წავიღოთო და კი არ მოგცეთო ჩვენი ის და უთხრეს კაპიქს ვერ მეიღებო შენო და მოაწერე ხელი. იანუკოვიჩს ჰქონდა იმედი რომ რაღაცას წამოიყვანთ. ეხლა იანუკოვიჩს არჩევანი არის აქ. ესე იგი კაპიქს არ აძლევენ, აწერს ამ ხელშეკრულებას, წარმოება გვტება და ევროპულ კორპორაციებს მიაქვთ ნულოვან ფასში ეს ყველაფერი და იღუპება უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სუვერენული უკვე ეკონომიკა კი არა, როგორც ქვეყანა. აქედან შესთავაზეს ალტერნატივა, რუსული შანტაჟი. ახლა რაში მდგომარეობს რუსული შანტაჟი რა? ახლა გინდა შანტაჟი დაუძახე და გინდა ის ქვეყანას ბაზდება ეკონომიკაზე, პოლიტიკა იდეოლოგიაზე და სამხედრო ნაწილზე. და კიდე ეგ დიპლომატია არის შუაში გარეული ყველგან, ხო? მაინც ყველაფერი არის ჯარსაც იმ ეკონომიკისთვის ხმარობა. დიპლომატიასაც ეკონომიკისთვის ხმარობა. შენ თუ ეკონომიკა ვერ ააშენ, რად გინდა ჯარი? არა თუ არ გაქვს არაფერი, არც არავინ არ მოვა შენ დასაპყრობად, ხო? შენ თუ ეკონომიკა არ გაქვს, რად გინდა შენ იმდენი დიპლომატები გყავს? ესე იგი ერთ დარგში საგარეო 3 მინისტრი გყავს რა, რეინტეგრაციის, ეს ბოდიშების, ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი რა გამოდის, რომ ევროპა არ ეკუთვნის მაგას, აზიაზე მუშაობს და ის მინისტრი მუშაობს იმაზე, ევროპაზე, რა საჭიროა? რა არის ევროინტეგრაცია? ევროპელებთან დიპლომატიური საუბარი, ხო? აბა რისთვის არის საგარეო საქმეთა მინისტრი? კაი, ცოტა გადავედი თემიდან. ხო და დიახ. კი. ბევრ რაღაცებს გადახედავენ.
მაგალითად ეხლა რა თქმა უნდა ეგრევე არ დაიშლება, მაგრამ უკვე რას გადახედავენ, ესე იგი გადახედავენ ყველა იმ ვალდებულებებს და იმ ნორმატივებს, რომელიც ამათ, რა ქვია, მდიდარ ქვეყნებს ავალდებულებს ღარიბი ქვეყნების ეს უკვე საკმარისი იქნება. ეს უკვე ის ღარიბი როცა არაიღებს იქიან კვებას, ის თვითონ აუჯანყდება. ხო, ამიტომ ესეთი პროცესი წავა. იმიტომ რომ იმას თავის ამომრჩეველთან აქვს საქმე რა. ის ავსტრალია ეუბნება, რომელი ხარ, მე რატო უნდა ვაჭმევდე ამას? ნუ კაი, ერთხელ მოატყუეს, მეორჯერ მოატყუეს, მაგრამ ეს თვითონ დაკარგავს ხელისუფლებას თავის ქვეყანაში უკვე. ამიტომ ამან და გამოიტანოს ისეთი ინიციატივები, რომ შეინარჩუნოს ავსტრიის ბიუჯეტი და არ ამუშავოს ეს ავსტრიის ბიუჯეტი იმ საერთო ყულაბაში, რომელიც კვება საერთო სხვა ნაციას. კი. მრეწველთა პარტია სთან ჩვენ განსხვავება რა არის მრეწველთა პარტიის და ამშენი პარტიებისგან. არავინ არცად არ ხდებოდა და არავინ არ იცოდა პარტიას. როგორც მოვდივართ, ის პიროვნებები დღემდე ესე ვართ. ასაკობრივი განსხვავებაც არის ძალიან დიდი, სულ ახალგაზრდებიდან დამთავრებული ამით. მაგრამ ვერანი ვერ დაგვაბრალებს, რომ ვიღაცამ ვიღაცას უღალატა შეგინდ რაღაცა თქვა და გადაბარგდა სადმე და გადმობარგდა სადმე. მრეწველთა პარტია არის ყველაზე სტაბილური პარტია. რატოა ეს ყველაზე სტაბილური პარტია? იმიტომ რომ არც ერთი საკითხი არ არის, რომელიც ერთად არ აგვაქვს გავლილი და ერთად ერთმანეთისთვის დოკუმენტალურად დამტკიცებული. და როცა ამას ჩვენ დავწმუნდებით, რომ ეს ესეა, მაგიტომ აქვს უფლება რომ მაგაზე ვილაპარაკო, იმიტომ ვიცი რომ უკან გოგი თოფაძე და ზურა ტყემალაძე იტყვიან რომ ხარს უჭერთ კი არა. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და ეს არის ჩვენი პოზიცია. ის წყალი რო გთხოვთ კიდე შეიძლება. და რაც ეხება კოალიციას მე მაგი არაერთხელ მაქვს ნათქვამი რა. ჯერ კოალიციაში არიან სხვა აბსოლუტურად სხვადასხვა პოლზე იდეოლოგიური პარტიები, ხო? მრეწველთა პარტია ეკუთვნის, ნუ ჩვენ ამას ვეძახით პრაგმატული კონსერვატიზმი. ამ ფთას რა. ესე ცენტრისტული მემარჯვენე რა. ხა ულტრალიბერალური პარტიები არის კოალიციაში. ნუ კიდე არ მინდა ახლა ამათ დასახელება ჩემს გარეგა თქვენიცით რა. მე მიმთავიდან ვთქვი, რომ რატო შევედით კოალიციაში, რატო შევედა ნომერ პირველი ამოცანა იყო. მე ახლა ივანიშვილზე ვიტყვი იმას რა პირველი კითხვაც დამისვეს რა. წარმატებული იქნება მაგისი თუ არა, რასაც მოგიდა წარმატებული იყო, ბიზნეს მოგიდა წარმატებული იყო, ამოცანა იყო სააკაშვილის გაგდება, ესე წარმატებული იყო. რატო უნდა ვიფიქრო, რომ ამ სამოქალაქო სექტორს არ ექნება წარმატება. კაცმა ეს დაგვანახა და მაგ სექტორს მოგიდა, მე მჯერა რომ წარმატება იქნება. ამიტომ როცა ივანიშვილმა თქვა, რომ ეგეთი ამოცანა მაქვს, სააკაშვილმა გავაგდო, ნუ სად უნდა ყოფილიყო მრეწველთა პარტია, რა თქმა უნდა იმ კოალიციაში. და იმიტომ ჩამოვიდნენ გოგი და ზურა ჩემთან ვენაში, ჩემი ჩამოსვლა იცით რომ არ შეიძლებოდა მაგ პერიოდში და გადავწყვიტე წავედით. მაგრამ განსხვავება რა არის მრეწველთა პარტიის ხვების შესვლამდე კოალიციაში მაგათ ჩაატარეს პრესკონფერენცია, ესეც მოლაპარაკებული ჰქონდა და სადაც განაცხადა ბატონმა გოგიმ და ბატონმა ზურამ, ჩვენ შევდივართ კოალიციაში, მაგრამ ჩვენ შევით ჩვენ იდეოლოგიურ ფასეულობებზე, რომელიც გამოიხატება სკეპტიციზმი ნატოს თაობაზე. და აი ესეთი მრეწველები ამ კოალიციამ მიიღო. კოალიციამ თავისი ამოცანა შეასრულა რა. შეასრულა ხუთიანზე. თუ პრობლემატიკაა დღეს რამე, ხო? ეს არის იდეოლოგიური განსხვავებები.
ამიტომ რა უნდა იყოს მომავალი, ძალიან ვტუნავ თემებზე, მაგრამ მე დავბრუნდებით რა. რა უნდა იყოს მომავალი განვითარება? ალბათ ყველა ცოტა ხანში გაიქცევა თავის იდეოლოგიურ კუთხეებში და გამაგრდებიან უკვე იდეოლოგიურ პოზიციაზე, იმიტომ რომ როცა ძირითადი საქმე შესრულებულია კოალიციის და ამით მაგაში მე დარწმუნებული ვარ ყველა პარტია მაგით ეს იყო ამოცანა, ხო? მერე უკვე ეს ამოცანა რო შესრულებული გაქვს, ხო, შენ გინდა რომ გაიტანო ეს შენი იდეოლოგია. ნაწილი გამოყვება ჩვენ ამ იდეოლოგიაში და ვიცით ვინ გამოყვება. ნაწილი პირიქით, ესე იგი აბსოლუტურად იდეოლოგიური ოპონენტი გახდება. კოალიცია კი არ დაიშლება, კოალიცია ალბათ რაღაცა რეფორმას განიცდის, ალბათ. ეხლა აქ მე იმისთვის კი არ ვარ რაღაც პროგნოზები და არავითარი ისინი არ აქვს. მე ამას უფრო როგორც პოლიტოლოგიური კუთხით ვიძახი რა მომავალი შეიძლება ქონდეს რა. თავარი არის რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ხო რაღაცა საქვეყნო საკითხები არ გაგვეპაროს ამ შიდა ერთმანეთის ჭიდაობაში რა. ზუსტად მაგას ეკუთვნის ჩემი ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ მე რასაც ვიძახი, თქვათ ერთი პარტია კოალიცია, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება იმისას, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ, ხო? დაფინანსებას რომელიც იშუქს. ხო, ქართული რეალობიდან ესეა. საწავა როცა იქ ჯერ ფულია, თუ აგერ მოდი და ეგრე ვინც პირველი იშოვის ის დატოვებს. რა დემონსტრაციებს არ ვაპირებ. ხო? ხო, ეხლა ვიძახი რომ კოალიციაში ამის მოწინააღმდეგე იქნება, რასაც ვლაპარაკობთ და რასაც ვაფიქსებთ. ეს მაგრამ მაგი არ შეგვიძლია ხო ეს ჩვენი იდეოლოგია, ჩვენ წაკითხული გვაქვს, ჩვენ ვიცით და ჩვენ ესე ვფიქრობთ, რომ არ მივიტანოთ ეს საზოგადოებისთვის, რომ გამოვიწვიოთ საზოგადოებრივი ინტერესი, რომ შევხედოთ, რომ არ დაგვიდგეს ეს რამენაირად, რა, რომ ვიცოდეთ, რომ ვინც იძახის, არა ის არ არის მტერი ქვეყნის, ანუ ვინც იძახის, ხო, ის არ არის მაინც და მაინც ქვეყნის მეგობარი. ჩვენი პოზიცია არის ესეთი. მე ვიძახი, რა ის კომიტეტები და პარლამენტი, ეს საქვეყნო ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ანუ ეს რა მომავლით უნდა იწყოს ჩვენმა ქვეყანამ. ამიტომ თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იცოდეს, რას ვაწერთ ხელს. რას მოგვიტანს, რა დაგვიჯდება, ან მე პირადად ვთვლი, რომ ამით მომავალს ვკარგავთ, საერთოდ. ვინც თვლის ხანაირად დამიჯდეს ფურცელი, პუნქტად, მზად ვარ და კიდე ერთხელ უსაუბრ ხალხს, რომ პასუხისგებლობას ვიღებ, რომ ეს ყველაფერი წაკითხული მაქვს, შესწავლილი მაქვს და ნებისმიერ დარგში, გინდა ტრანსპორტი იყოს, გინდა ენერგეტიკა იყოს, გინდა დანარჩენი მაგას დაუმტკიცებ და დაუხლით. ეხლა ვუბრუნდები უკრაინას რა, იმიტომ ეს მომენტი იქ მოხდა რუსული შანტაჟი. რისგან შედგებოდა ეს რუსული შანტაჟი რა. მე თქვენ განსაზღვრით ეს შანტაჟია თუ არა შანტაჟი. რუსეთმა გაუკეთა ესეთ უკრაინა დასვა. შენ ფულს იქ არ გაძლებენ, ყველაფერს გახურენან. მე არ დაგახურენ. პირველი შევქნათ ერთობლივი საავიაციო სინდიკატი. ანუ გემატება სამუშაო ადგილი. შევქნათ ერთობლივი გემშენებლობის სინდიკატი. მესამე შევქნათ კოსმოსური სინდიკატი. ანუ მაღალ ტექნოლოგიებზე ელაპარაკი ასე შემდეგ. მეორე რუსეთმა უთხრა. დაუთვალეს რამდენი სამუშაო ადგილი და ერთიანი წარმოება იქ, მათ შორის სამხედრო, საექსპორტო. დაუთვალეს ამ მოქმედებით რამდენი სამუშაო ადგილი ემატება უკრაინას. თხოვეს ჩინეთმა მისცა 10 მილიარდი დოლარი უკრაინას. მაგას დაამატა 2.7 მილიარდი ინვესტიცია, რომ ნახშირიდან წარმოებული იყოს გაზი. თვითონ რუსეთმა მისცა 15 მილიარდი. 15 მილიარდი როგორ მისცა? იცით, ამერიკის ქაღალდებიდან ამოიღო 15 მილიარდი, იმათგან სულ გააგიჟა და უკრაინულ ქაღალდებში ჩადო ეს 15 მილიარდი.
ანუ არაფერი არ დაიკლო, დააკლო პრაქტიკულად ამერიკელებს და ამერიკა თვითონ აუწია ეს. უკრაინის საგარეო ვალი გასასტუმრებელი არის 9 მილიარდი და რეზერვი აქვს 20 მილიარდი. და დაემატათ ახლა 15 მილიარდი, ანუ წყნარად უკრაინა ისტუმრებს ყველა საგარეო ვალებს წელს და მომავალ წელს, ანუ ვერანაირი ბერკეტი ვერ ექნება დასავლეთს რომ მიაწვეს, ეს უკვე ბალიში შეუქმნეს ფინანსური. რა დაემატა ამას? რუსეთი იწყებს მშენებლობას ახალი საზღვაო სამხედრო საზღვაო ფლოტს, სერიოზულს, ძალიან სერიოზულს, უზარმაზარი თანხები არის გამოყოფილი და იქიდან 200 მილიარდი დაუკვეთა უკრაინელებს გემშენებლობა. 200 მილიარდი დოლარის. მაგრამ ამასთან ერთად გააკეთა რომ მის გაზის ფასი გაუნახევრა. უკრაინისთვის გაზის ფასი არის მთელი ეკონომიკა. განახევრებული გაზის ფასი შედის მეტალურგიულ უკრაინის ქარხნებში. წარმოება იზრდება და მიდის და შენდება უკრაინელების მიერ რუსული სამხედრო ფლოტი. ორივე არის ფანტასტიკური მოგებაში. ეს ფლოტიც უფრო იაფად უჯდება რუსს, იმიტომ რომ გაზსაც უფრო იაფად აძლევს უკრაინელებს. ეხლა გადახედა ამ იანუკოვიჩმა და აგერ უდევს ერთი რამე რა. გაკოტრებული დახურული უკრაინა და აქ აი ნახტომში ეკონომიკა რომელიც არის. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო? მიიღო ის გადაწყვეტილება რომელიც არის საჭირო. აი ეს არის რუსული შანტაჟი. რო იძახიან კი, კარგით. ეხლა სოჩის ოლიმპიადაზე იქაც თქვი და ეხლაც ვიძახი რა. სად არის ეს ჩვენი უმოქმედობა? მე მქონდა წინადადება ესეთი. მივმართოთ რუსეთს და უთხრათ, ჩვენ გვინდა თქვენთან ოლიმპიადაზე ჩამოსვლა, მონაწილეობა და ვინაიდან სოჩი არის ჩვენი უახლოესი სასაზღვრო ქალაქი, ჩვენ მოვდივართ ავტობუსით. ვარიანტი პირველი, რუსი გეუბნება, რომ არა, არ მიგიღებო. მაშინ ოლიმპიადაზე თურმე მაგას არ დომებია და ვიწერთ კაი პოლიტიკურ ქულას, რომელსაც გამოვიყენებთ. ვარიანტი მეორე. რუსი გეუბნება, მე კიო, მაგრამ აფხაზებიო რა, აქ გარანტიას ვერ გაძლევ. მაშინ ეუბნები. თქვენგან სუის მესმის რომ მატარებელი გავატაროთ აფხაზებზე, ყველაფერი კარგად იქნება და თუ ერთი ავტობუსი იქით ვერ გაგიტარებიათ, რომელ მატარებლებს გამოვატარებთ და ნუ გვაწვევთ პოლიტიკა, ესე არ გაქვთ მაგის უნდა. აქ ვიწერდით პოლიტიკურ ქულას. და ვარიანტი მესამე, რუსი გეუბნება, კი, აფხაზებს მიხედავ, ჩამოდი ოლიმპიადაზე. ხო და ეს ქართულ დროშაში შეღებილი ავტობუს სპორტსმენები გაივლიდა ამ აფხაზეთს და იმ ოპონენტებს, რომლებიც წინააღმდეგი იყო, ჩვენ გვექნებოდა საფუძველი რომ უთხრათ, აი, წინააღმდეგი იყავით და ამ ოლიმპიური თამაშებით და სპორტით გადავდგით ერთი პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გავაჩუმებთ. დღეს არაფერი არ მივიღეთ. რა მოგცა, ამას ვიძახი რა, ყოველ შემთხვევაში ბენეფიტები შეგვეძლო, აგვიღო რეალური პოლიტიკური ბენეფიტები. და ეს გაგუკეთებინა ისე ლამაზად, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყოდა, მაგრამ არ ვაკეთებთ ამას რა. ქნით ბოდიშების სამინისტროს. ეს აქეთ ბოდიშებს ვიხდით. იქ ევროინტეგრაციას ვეფერები დავკითხულობთ არაფერს. ნუ აი ეს პროცესები მართლა მიდის ქვეყანაში.